გამოგვაბუნძურეს. ბრივი არა. ჭამის გამო რას არის იზამს კაცი? ჩამოვედით ბოკასთაუნში. ხადა მოკლედ 7 რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, როცა ჩამოდიხართ პანამაში. პირველ რიგში წამოხვიდეთ ბოკას დელტაში და ჩამოხვიდეთ ბოკასთაუნში. გეკეთა გემზე. გუგას მუდმივი დილემა არის სათვალე. ეს სათვალე რაღაც დიდხანს აქვს. აი ესეც ძალიან საყვარელი წყნარი კარიბული ქალაქია. მოსახლეობა, როგორც ამბობენ, არის დაახლოებით 15,000, ანუ მუდმივი და სულ არიან ტურისტები. ეხლა მივდივართ საჭმელად ადგილას, რომელსაც ქვია ელ პირატა, კარგი თევზი არის. და ნუ რა თქმა უნდა, კარიბებზე რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა გასინჯოთ თევზეული. ძალიან ბევრი ტურისტი ცხოვრობს აქ, განსაკუთრებით ამერიკიდან ჩამოსულები. ხალხი არის გარეთ, არის უსაფრთხო, კარგი ამინდი, ცოტა მანქანა. შემდეგზე რომ ჩამოვალთ, თუ ვიქნებით მარტო ისხვა კოლონზე, სადაც არის ბოკასთაუნი და სხვა ბევრი კარგი სანაპირო, გადმოვიყვანთ ჩვენ საყვარელ მანქანასაც, მაგრამ ეხლა რადგან რამდენიმე კუნძულზე მოგზაურობთ, მანქანა დავტოვეთ უახლოეს პორტში ხმელეთზე. დიდად არ მოწონს ტურისტები და თან უნდათ რომ იქნებოდა და ფული იშოვო ტურიზმის და ტურისტებით, მაგრამ არ მოწონს დიდად და დიდად კარგად არ არიან განწყობილები როგორც სამბლასში. ეგეც შემოსწონს. ბიჭო, აი რავი, რაღაცა უფრო სხვანაირი და ანუ ესე რამე კონკრეტულად არ გულისხმობ რამეს. ზოგადად გულისხმობ, ანუ მისალმებაზე და ასე. ეხლა დაგათვალიერებინებთ თქვენც რა დაინახოთ რა ხდება. ესეთი მაქსიმუმ 2-3 სართულიანი ხის შენობებია, ჭრელად შეღებილი, კარიბებისთვის დამახასიათებელი. ამ კაფედელმაშიც რამე ვჭამოთ, მერე დაანახებენ, აი ეს ხო. ჩვენერი მანქანაა წინ გუგაი. ხო და არიან ცალსახად ტურისტებიც არიან, თუმცა ტურისტული სეზონი ეხლა ნაკლებად არის. აქ ტურისტული სეზონი, როგორც მთლიანად პანამაში, იწყება მაინც დეკემბერში. მაგრამ ამინდი არის ძალიან კარგი და სასტუმროს ფასებიც არის, რავი, მე-13 ალბათ, ამიტომ თუ მაინც და მაინც პროფესიონალი სერფერი არ ხართ, თავისუფლად შეგიძლიათ ამ დროსაც იმოგზაუროთ. ვნახოთ როგორი ადგილი. მაქსიმუსთან ერთად გამოგვაბუნძურეს. იქნებ იმ კაფედელმარში შეგვიშვან, რა დაგანახე. ესე იგი, შეიძლება ეს ფუდი ამას არ უხდება, მაგრამ ეხლა ვიყიდეთ და მიხარია და ამიტომ მეხურებ. შენიც არ უხდება მაგას. ხო, ვიცი. მაგრამ რა კაი კაფეა, გვაჭმევენ მაქსიმუსი შემოუშვეს. ეს ფრეშსაც დავლებთ. არა, კაი, უცნაური გამოხეთ მე მომიწონება. აჰა, შენ. მეგობრებო, ვინც ჩვენ არ ხსუყურებთ ამ სმუსის სიჯანსაღეს გისურვებთ და გაგიმარჯვებთ. მე ვანი ფინად ბათერია უნდა დაემატებინათ. ფინად ბათერია უნდა დაემატებინათ, ყველაფერს არ უხდება ფინად ბათერია. მე ვითხარი, რომელსაც მოუხდებათ, ხო? ო, ის დაუმატებინათ. კიდე დაგათვალიერებინათ, რა დავირტყი ამ კაფეში. აი, ხო. გარდა იმისა, რომ პანამა. ესე იგი, კარიბებზე მართლა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი კოლყოა. გარეთაც კვენენ და დღის განმავლობაშიც და ბუნებრივი არ რაღაც coconut oil. ნუ ჯერ არ გადამიხდია, შეგვიძლია coconut oil-ის და კაკაოს
კარაქი არის, მოკლედ ტანზე უნდა წაისვა და თან ძალიან კარგია დამატენიანებელი, თან არ შეგვიძლია გაუნტერებს პანამის რიბას მიტის ამბავს? კარგად მოგაგუცნობენ მერე. ჯერ გამოგვიწერან. და კიდე ვიყიდე, ანუ მე თმა გადავიხოტრე ნოლზე და მე არა, მე ვიზრდი ახლა და მოკლედ მაქვს რაღაცნაირი ბეიბი თმა მაქვს რა და არ მინდა რომ გავაფუჭო ხა და ძალიან ვერიდები რამე ახალი შამპუნის იმას და ვიბან ხოლმე როზმარინის ზეთის საპნითან რაღაც, მოკლედ ისეთი ძალიან ბუნებრივი რა. და აქ მოვეჩინა რომ არის საპნის ტიპის შამპუნი როზმარინის ბაზაზე დამზადებული და 2 წელი ესავიღე და ძალიან ბედნიერი ვარ. ხო და ესე, მოკლედ, ვინც ბოკას დელტოროში მოხვდებით, ჯერ საჭმელი არ ვიცით, მაგრამ გარემო ძალიან კარგია, თან თუ ძაღლი გაყოლებათ შემოგიშვებენ, კარგი სუვენირებიც იყიდება. მოგძანდით კაფე და უმარში, ნახეთ როგორი საჭმელებია. სმუსიები მე მომეწონა გუგას ისე რა. მე საქონლის ხორცის ბურიტო მაქვს. გუგ, შენი ბურგერი გვანახე ძვირფასო სანამ აი მან ისი გადახეთ რომ გაუჭერეთ და გადახონია ჩაატკბარულა. აუ რა კაი პული, ჩვენს რომ მე შემეკვეთ ანტა, მაგრამ მე პურს არ ჭამ. აუ სუნი ჩემ გაკეთებულ ბურგერს მაინც არ აჯობებს. დავამატოთ საუსი. საქონლის ხორცის ბურიტო არის, ოღონდ საუზმის. გემრიელია, მაგრამ ვაუ და არსად არ მიჭამია ესეთი თქო, ვერ ვიტყვი. ჩემი ხმელი ძალიან ჯიგარია, იმიტომ რომ ამ ბურიტოზე მე არ გავგიჟი და თან ამის მერე ჭამა აღარ მაქვს. ამოწურა დღევანდელი ჩემი ლიმიტი და ნახეთ რა მომცა. ნახევარი ბურგერი. დავაგემოვნებ და გეტყვით. ის რა არის საუსი, სტაფილოსფერი რა გაქვს? ძალიან კაი ხორცია. ძალიან კაია. ესე იგი მაქსიმუსის დამსახურებით მთელი კუნძული ხვდება რომ ბლოგერები ვართ. რატო არ ვიცი? როგორც კი ხედავ, ყველა საგასოციაციო მჭდება. და დაძდევენ ფოტო გადაღება შეიძლება მოვეფერო, მე გუგას ვეუბნები გავაქირავოთ ფოტოს გადაღებას. $50. გემრიელად მივირთვი მე ჩვენი ვრაჩა. ველოდებით ტაქს რომ მოგვაკითხოს და წაგვიყვანოთ ჩვენ სასტუმროში, რომელიც არის ქალაქ გარეთ, თუმცა ისხვა კოლონზე არის ესეთი. Viene. Es que estoy cruzando una quebradita. Eso. ტაქსიც და გავიხარდა ჩვენს სოფში. ყველაზე კარგად ეს გადავიდა, გამოსწინე. Listo, mami. Te estoy enviando la platica, ¿oíste? თან დედამისელა პარაკეო, მთელი ჯავა ბოლო ხმაზე. Con calma, viste, que ni los tobillos. ესეთია კარიბები. Mami, no, que estoy pasando una quebrada, que la marea está honda, pero ya ჩვენ vamos. მანქანით ხო გადავიდა. Ay, mami, hablamos que tengo la policía ahí. Tengo a la policía, mami, hablamos. Apague usted. ხა პოლიციასთან გავჩერდეთ. Ay, ya, mami. ¿Cómo ando? Buena. გაგვეტარეს. ეს აქაური პოლიცია ძირითადად არის სხვათა შორის ტურისტებმა რო თავშეთაც იცნენ, მაგრამ ისინი Ah, si tú vienes por aquí, oye. მაქსიმუსა Te დამეგობრდა. cansaste de estar viendo para allá, te mareaste. აი ¿verdad? ესეთი კუნძულის გზა არის. კუნძულის სახლი. Máximo. და ჩვენ სასტუმროში მივალთ სადღაც 13 წუთში. 4 კილომეტრი დავჭი. ჩამოვედით ჩვენ ახალ სასტუმროში, რომელიც არის ისლა კოლონზე Bluff Beach-თან. აი ესეთი
უსაყვარლესი ადგილია. აი. დაგათვალიერებინებთ ჩვენ ოთახს, სანამ ავურებთ. ძალიან მინდა და რა პირველ სართულზე ყოფილიყო ჩვენი ნომერი და რაღაც ესე გამოვიდა. აი ესეთი საყვარელი. დასაჯდომები აქვს და პირდაპირ უყურებს ამ შვენიერ აუზს. რაც შეეხება ნომერს, სულ ხის არის, ყველაფერი ისეთი ხისუნია. ორი კარატა არის, ძალიან გამიხვერდა, იმიტომ რომ ბევრი დასაცმელი გვაქვს წამოღებული და урокаисунია. ასეთი ხელსაბანი უკან. სიმწვანე ესეთი და ინახეთ რა სილამაზეა და ეხლა რა სილამაზეები შემოვლენ აქ, ნახეთ რა. ნახეთ ვინ შემოვა. მეკობრება მოვჩით დასვენებას, დალაგებას და მივდივართ ახლა საჭმელად ჩვენი სასტუმროს გვერდზე რესტორანში. აი ესეთი ულამაზესი ბილიკი არის და ულამაზესი გოგო. ეს პანამა ძალიან მომწონს. ხარ და მოკლედ მივდივართ წვიმს ტროპიკულად, არ ვიცი ნახსოვი ასაც მიჩაც, მაგრამ კარგი იდეა იყო, მაგრამ მინდა და რა ეს ასაც მომწონდა და მოკლედ ესე აი აქეთ ნახეთ მარცხენა მხრიდან ტალღების ხმა ისმის რასაც უყურებთ მაგის იქით არის კარიბის სხვა ბლაფის სანაპიროზე ვარ ჩვენ და ყველა უცილებლად გავალთ და დაგათვალიერებინებთ მაგ სანაპიროსაც. რაღაც აქ უფრო სუბუქი წვიმაა, ვიდრე შეეფერება ტროპიკებს, მაგრამ ჩვენთვის უკეთესია. სულ 5 წუთის სავალია, როგორც გითხრეს, მაგრამ ისევ და ისევ ეს პანამა შეიძლება იმიტომ, რომ ოღონდ მიხვიდე 5 წუთის გზა ითხრა და სინამდვილეში იყოს 30 წუთის, მაგრამ არ გვიოს. მინდა რომ ნახოთ ჩემი ლუკში, წვიმაში და ტალღში გადავწყვიტე, რომ ნახსოვი დასაცმელი ჩამეცვა, მაგრამ არა უშავს, აი რაღაცა ადგილას მოვედით კიდე. აი სხვასაც დაგანახებ. ნახეთ რა ლამაზია. ულამაზესი. წავედით, კიდევ 10 წუთი უნდა ვიაროთ. მოვრჩი ახლა გადაყებას, ჯობს სწრაფად ვიარო. აი ახლა არის საღამოს 5 საათი, დღეს ცოტა გრუბლიანი დღე იყო. და ესე გამოიყურება სხვა 5 ან 6-ის ნახევარი. ტელეფონს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ჩანთაში მაქვს. ესე გამოიყურებიან მაქსიმუსი და გუგა. სურდება ტალღები ნელ. მერე რა გადმოგვერცხმევა? ესე გამოიყურებით ჩვენ. აი მაქსიმუსი. წავედი? ჭამის გამო რას არის ჟამს კაცი? არე და მე აღარ მაქვს მეტი ჭამა და სუპიან საოცი თუ იქნება მაგაში ოჭამის ცი, იმიტომ რომ 15 წუთი მივდივარ. სხვათა შორის როცა იქნებით კარიბებზე აუცილებლად გაისეირნეთ ჯუნგლებში. დღე მაინც, იმიტომ რომ
კარიბების კუნძულებზე არის ჯუნგლები, რომელიც არის უსაფრთხო, ანუ ცხოველები, ფრინველები ისინი არ არიან მომწამლელი ან მტაცებელი და ნუ მოკლედ ესე საშიშროებებს ადამიანისთვის არ შეიცავენ. ამიტომ ან ტური აიღეთ, ან თქვენ თვითონ გაისეირნეთ აუცილებლად. ახალ რესტორანს მოვედით, თან ფეთრენდული ყოფილა. თან ღია. ეს ორი მაგარი დამთხოვა. იმედია საჭმელიც არის და უსაჭმელო რესტორანი არ არის. ყველა სასტუმროს ჩვეულებრივი ეზო გამოიყურება ეს. მაქსიმუსმა გადანიშნა მთელი კუნძული. ადამიანი რომ იყოს ფეოდალი იქნებოდა. აი, ვი რა საყვარელი ადგილია? ჭამა დავიმსახურე? შენ? ხო, რო ვიარე, უკანა გზაზე ხონდა ვიარო. მოინერვე, კაი. ჯანდავს და იმსა. აბა ნახეთ რა არის. ხუთიც მოვიხსნით. რა თქმა უნდა, კარიბებზე გირჩევთ რომ ჭამოთ სხვის პროდუქტები, ძირითადად და ხილი.